ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება ამ ლოზუნგით რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაერთიანდა და ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო. მოძრაობის მთავარი მიზანი ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება იქნება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გულისხმობს სხვადასხვა ძირითად მიმართულებებს, თუმცა რაც ყველაზე მთავარი არის ალბათ მოსახლეობისთვის, ეს არის ერთი ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია, თუ აქამდე, ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული იყო გარკვეული სახის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, თუმცა არ არსებობდა ქმედითი მექანიზმი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით მოვახდინეთ ქიმიურ ნაერთთა კრიმინალიზაცია. ჩვენ შევქმნით უფასო სპორტული სკოლები, ეს ის ალტერნატივაა, რომელიც უნდა შევთავაზოთ ახალგაზრდობას. დაახლოებით 500-მდე ბავშვი უკვე ვარჯიშობს ოლიმპიურ ცენტრში, რომელიც მდებარეობს გლდანში. ასევე ძიუდოს ფარგლებში საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციებთან ერთად დავიწყეთ 11 ახალი ძიუდო სკოლის დაფუძნება საქართველოში სხვადასხვა რეგიონებში, ასევე საკალათბურთო სკოლები, საკალათბურთო ვარჯიშების სკოლებში. ეს ყველაფერი ხდება უფასოდ, რათა ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სპორტი. სპორტი არის ის ალტერნატივა, რომელსაც მე მგონი ყველა ვეთანხმებით, რომ ჭირდება ჩვენ ახალგაზრდობას.